და ფიჭური სამყარო არის სტრუქტურაში მოდის შეგაწყვეტინებანსა. ამიტომ რომ გამომდინარე აქედან რომ ჩვენ ახლა ვიცით რომ ვიმყოფებით ოთახში. აი შენ ოთახში ხარ და მე ჩემ ოთახში ვარ. წარმოვიდგინოთ რომ გარეთ რა არის არ ვიცით. გამოდის რომ ჩვენ ვართ სამყაროში, რომელიც კიდევ სხვა სამყაროშია, რომელიც კიდევ სხვა სამყაროშია, როგორც ზუსტად ახსენე რუსული მატრიოშკა. სიმულაცია, მატრიოშკა. და თუნდაც სიმულაცია, კი, სიმულაცია, იმიტომ რომ ჩვენ შევქმნით კაცთა ხო, მოდგმამ, აი ანგელოზის წარმოშობა რომ ახსენ, ეს არის კაცთა მოდგმა, ახლა პიედესტალზე არ ვცდილობ შევსვა ადამიანი და აი რა უნიკალური და ღვთაებ ესეა, ჩვენ მოვედით ზემოდან, თუ კიდევ ერთხელ გადავხედავთ ქართულ მითოლოგიას, ზესკნელიდან მოვიდნენ ჩვენი წინაპრები და მოხდა აქ ღვთაებრივი ცხოვრება დაიწყო და ეს იყო მისია ჩვენი. და ეს არის კაცთა მოდგმა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომელიც შემდეგ იქცა ადამიანად, ადამის წარმოშობად. შეეცვალა სახე. ასეთი სამყაროები ჩვენ შევქმნით უამრავი და უთვალავი. შეიძლება ჩვენ სხვა სამყაროებში სხვა სახე გვაქვს, მაგრამ კაცთა მოდგმას ვეკუთვნით შინაგანად, როგორც რასაც ჩვენ ადამიანურ თვისებებს უწოდებთ, ხო? ეს ყოველივე შენარჩუნებული გვაქვს. მე მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი. რელიგიურები ხშირად იძახიან, რომ აი ანტიქრისტე ებრძვის ქრისტეს. ეს ისე არ არის. ყოველი ცივილიზაცია, რომელიც აქ მოვიდა, თუნდაც ანუნაკები იყვნენ ესენი. ისინი ებრძოდნენ ადამიანს. ანუ და კაცთა მოდგმას, რადგან ადამიანში არის ქრისტოსი. და ეს ქრისტოსი არის კაცთა მოდგმა თვითონ შემოქმედია. ადამიანი ხო, თვითონ შემოქმედია. ისინი შემოქმედს ებრძვიან და არა შემოქმედის კი, ღმერთს. კი, კი, შემოქმედს კი. ღმერთი არ ყავს. და ზუსტად, ეს არის დიდი ზუსტად. შეცდომა. ყოველი ცივილიზაცია, ნუ რომელიც ვიცით, ჩვენ ახლა ორი ცივილიზაცია ყოფს. დედამიწას მართავს ორი ცივილიზაცია, ჩვენ გასულ ჩანაწერში ვისაუბრეთ ამაზე, ეს არის რეპტილოიდური რასა, რომელიც აღმოსავლურ სამყაროს მართავს და ინსექტოიდები არიან, ესენი დასავლურ სამყაროს მართავენ და ისინი, ასე ვთქვათ, ეს ორი ცივილიზაცია უცხო პლანეტელების ბჭყალებში კაცობრიობას ყოფს ორ ნაწილად. ადამიანებს ყოფენ ორ ნაწილად. ხშირად ისმება კითხვა, რომ აი ღმერთი, როდის მოვა ღმერთი ვინ არის? იყო ესეთი საკითხი, ვინ და რა არის ღმერთი? ჩვენ ვართ ისევე, ჩვენ კაცობრიობის წარმოადგენლები. ჩვენ შევქმნით ეს სამყარო, დიზაინერები, როგორც იტყვიან, ინჟინრები, რა ვიცი, როგორ პროგრამისტები, შევქმნით ვირტუალური რეალობის ჭეშმარიტი ვერსია. ეხლა ჩვენ აქ არ ვართ. შენ და მე, რა თქმა უნდა, დედამიწაზე ვიმყოფებით სხვადასხვა კონტინენტებზე, მაგრამ ჩვენი შინაგანი მე, ფარველი ანგელოზი, როგორც მე ამას ხშირად უწოდებ, არის ზესკნელში. იმას თავისი ოპერატორი ყავს. და კიდევ იმ ოპერატორს თავისი ოპერატორი ყავს იერარქი. ყოველ ღმერთს გააჩნია თავისი იერარქი.